პარლამენტის ხმოსნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა. ეს გადაწყვეტილება ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამოიცა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კონკრეტული პირები განთავისუფლდნენ პატიმრობის პერიოდში გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებების გამო, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში არ წერია, რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს ეხება ეს შეწყალება. მიხეილ ყაველაშვილის ამ გადაწყვეტილებებს ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, როგორც Facebook-ზე, ასევე საკუთარ ვებსაიტზე აქვეყნებს სტატიას ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი წერენ, რომ საგულისხმოა, რომ 613 მსჯავრდებული შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ყაველაშვილმა მხოლოდ ამ რაოდენობის საქმე განიხილა. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მან ყველა შესული განცხადება დადებითად დააკმაყოფილა. შესაბამისად, კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა თანამდებობის დაკავებიდან არასრულ ერთ თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა, თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით. გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო პარტიული ინტერესებით და თვითნებურად. ასევე ამ ამბავს ეხმაურება პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზრიშვილი. ის წერს, რომ რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოადგენას და რა თქმა უნდა ეს ვერ წარმოადგენეს. ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის ბესპრიძელია და ქუჩაში არაფორმალური ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი. ასევე პუბლიკას ონლაინ გამოცემა პუბლიკას მთავარი რედაქტორი და ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილიც აქვეყნებს ძალიან ინფორმაციულ პოსტს იმისთვის, რომ თუნდაც ერთი პატიმარი შეიწყალა, უნდა გამოარკვიოს შემდეგი გარემოებები და მას ჩამოთვლილი აქვს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის არის დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ის წერს, რომ შეწყალების პროცესი ეფუძნება ინდივიდუალურ შეფასებას და თითოეული შემთხვევა განიხილება ცალკეულად. და მე ვიცნობ შეწყალების კომისიის წევრებს, რომლებთანაც მისაუბრია და მიყვებოდნენ, როგორ მსჯელობდნენ ხოლმე ერთ кейსზე, ზოგჯერ მრავალი კვირის განმავლობაშიც კი. და ვინმე სჯერა, რომ ბატონი ყაველაშვილი 613 პატიმრის საქმეს გაეცნო არასრულ ერთ კვირაში, წერს ზურა ვარდიაშვილი, პუბლიკას თანადამფუძნებელი, ასევე ბლოგერი ვენერო მელუა პოსტში Facebook-ზე აქვეყნებს ასეთ სტატიას. 613 ადამიანს რომ იწყალებს ეს კაცი უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ რა მსჯავრი აქვთ ამ პატიმრებს და რა ისტორია. ჩვენ გვაქვს უმძიმესი გამოცდილება საყოველთაო ამნისტიისაც და ასეთი შეწყალებებისაც, რადგან მედიებს ამ ინფორმაციას არ აძლევენ, წარმოგენაც არ მინდა ვინ არის ეს ხალხი და რა წარსულით ცხოვრობენ ისინი. ასევე რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მხრიდანაც ეხმაურება ამ საკითხს. ქართული ოცნების დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, რომელმაც ინტერპრესიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 613 გათავისუფლებული პატიმარი არა თუ ბევრი, არამედ ცოტაა, რადგან საუბარია პატიმართა 6-7%-ზე და ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით პატიმართა რაოდენობა კვლავაც მაღალია. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე პატიმართა რაოდენობა 8500 იქნება საერთო ჯამში საქართველოში და ეს ციფრიც ძალიან მაღალია, მისი თქმით. ის ასევე ამბობს, რომ მრავალი წელია, რაც საქართველოში მასშტაბური შეწყალება არ განხორციელებულა. სამწუხაროდ ეს ინსტრუმენტი წინა პრეზიდენტმა ინდივიდუალურ მექანიზმად აქცია, როცა რამდენიმე პატიმარი საკუთარი მეგობრებისა და ნაცნობების თხოვნის საფუძველზე შეიწყალა. ეს დასრულდა. შეწყალება ობიექტურ პროცესში მოექცევა, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ლევან მახაშვილი და რა თქმა უნდა, ქართული ოცნების საბჭოს გენერალური მდივანი და ასევე თბილისის მერი, დედაქალაქის მერი კახიკალაძემაც ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება
იქნება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. ამას მივესალმებით. ზოგადად ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია, ამბობს კახი კალაძე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.